მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. გამარჯობა, მიხარია რომ გონების დაფაკვა თქვენს წინაშეა და დღეს ტრადიციულად ჩვენ მოვუყვებით ჩვენს ტელემაყურებლებს საინტერესო სიახლეებს, სოფლიოს და საქართველოს საჯდარაკო სიახლეებს. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი გიორგი კეკელიძე. გიორგი კეკელიძე, რომელიც ჭადრაკის დიდი გულშემატკივარია და ძალიან და დიდი მეგობარი ხო რაც თავარია და ასევე გვეყოლება სტუდიაში გვეყოლება სტუმარი კიდევ. სტუდიაში გვეყოლება სტუმარი. დავით ჯოჯო, საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯოა, რომელმაც უკვე მერვე წელია რაც ფუნქციონირებს მისი საჭადრაკო სკოლა და საინტერესო სიახლეებზე დათოს როგორი ასე ვთქვათ სპორტული მიღწევები აქვს როგორც მწვრთნელის რანგშიც ასევე და ამას ნელ-ნელა მოვუთხრობთ ამაზე მაყურებელს. აგრეთვე განვიხილავთ ჩვენ დღევანდელ გადაცემაში გვექნება ძალიან საინტერესო პარტიები. მე მინდა შევეხო რიგელი ჯადოქარის შემოქმედებას, მიხეილ ტალის შემოქმედებას. გვექნება მისი ძალიან საინტერესო პარტია მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი, როდესაც ის თამაშობდა მიხეილ ბოტვინიკს და გვექნება აგრეთვე საინტერესო ამოხსნების კონკურსი, სწორედ მიხეილ ტალის პარტიები. მიხეილ ტალი 1992-ში გარდაიცვალა. თუ მოასწარი მასთან ურთიერთობა, ან დაფასთან თუ ქონდა დაპირისპირება? ერთხელ მოასწარი გოგა, პატარა ვიყავი მე, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, თბილისში ჩამოვიდა, ახალი ნაოპერაციები იყო და მოუწყვენ ბლის ტურნირი. და ის აუცილებლად გაიმარჯვი ამ ბლის ტურნირში. მიშამ დანარჩენი ყველა პარტია მოიგო და ჩემთან წააგო. მაგრამ მე სიხარულისაგან რომ ეს პარტია მოვიგე, შემდეგ სხვა პარტიები წავაგე. ხო, ძალიან უყვარდა საქართველო და ქართველები, ეს ცნობილი ამბავია და ბევრი ქართველი მეგობარი წავდა მიხეილ ტალს და მის პარტიაზეც უკვე მიხარია რომ ჩვენს დღევანდელ განაცემაშიც ვისაუბრებთ. კარგი, მოდი ახლა სიახლეების დრო არის, მოვუყვეთ ჩვენს ტელემაყურებლებს სოფლიოს და საქართველოს საჭადრაკო სიახლეებზე, რომელიც ძალიან საინტერესო არის. საჭადრაკო სიახლეები და რა თქმა უნდა, მთავარი ყურადღება ახლა მიპყრობილი არის კვიპროსისაკენ, სადაც იწყება მსოფლიო ჩემპიონატის პრეტენდენტთა ტურნირი, როგორც ვაჟებში, ისე ქალებში. 28 მარტიდან 16 აპრილამდე უძლიერესი ქალები და ვაჟები გაარკვევენ თუ ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონობის მატჩის ღირსი. მე მინდა გაგაცნოთ შემადგენლობა. ვაჟებში ითამაშებენ ფაბიანო კაროანა, ანიშ გირი, მათიას ბლუბაუმი, ვეი ჯაოხირ სინდაროვი, ანდრეი ესიპენკო, პრანგანამხა რამეშ ბაბუ და ჰიკარუ ნაკამურა. ქალებში ითამაშებენ ჟუ ჯინერი, ალექსანდრე გარიაჩკინა, დივია დეშმუკი, ტან ჩონგი, ბიბისარა ასუმბაევა, იაშალი რამეშ ბაბუ, კატერინა ლახნო და უნდა ითამაშა ცნობილი ინდოელ მოჭადრაკეს სამპიკონერუს, მაგრამ მან ირანში მიმდინარე ომის გამო, რადგანაც უსაფრთხოება არ არის სათანადოდ დაცული, თამაშზე თქვა უარი და მის ადგილს დაიკავებს ცნობილი უკრაინელი მოჭადრაკე ანა მუზიჩუკი. უახლოესი კვირების განმავლობაში საჭადრაკო სამყაროს ყურადღება, როგორც პროფესიონალებს და მოყვარულებს მიპყრობილი იქნება კვიპროსისაკენ. ჩვენს გადაცემაში, რა თქმა უნდა, შევეცდებით გავაშუქოთ კვიპროსში მიმდინარე პარტიები და გაჩვენოთ მათ შორის საინტერესო. დიდი მადლობა საჭადრაკო სიახლეებისთვის. ახლა კი მაყურებელს წარუდგინოთ ჩვენი სტუმარი დავით ჯოჯოა. დავით ჯოჯოა ამ ეტაპზე ჩვენთან არის სტუმარი როგორც საჭადრაკო სკოლა დავით ჯოჯოა სახელობის საჭადრაკო სკოლის დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი, მაგრამ ჩვენმა მაყურებლებმა კარგად იცის რომ ის არის საერთაშორისო დიდოსტატი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალთა ნაკრების მწვრთნელი და კაპიტანი ერთად 2015-2023 წლებში. მან მოასწრო მსოფლიო ჩემპიონობა ორჯერ ამ პერიოდში, მოასწრო ოლიმპიადის ვერცხლის მედალის მოპოვება ქალთა ნაკრებთან ერთად და ყველა სინჯის მედალი მოიპოვა როგორც მსოფლიოს ევროპის ჩემპიონატებზე. ქალთა გუნდთან ერთად და ეს არაჩვეულებრივი შედეგია, დათო გილოცავ კიდევ ერთხელ თავის დროზე გამოვეხმაურეთ ამ ამბავს და გითხარით თქვენი სკოლის შესახებ, რომელიც უკვე 8 წელია რაც ფუნქციონირებს. რა მოგცათ ამ სკოლამ, რა დაგანახათ და შეიცვალა თუ არა სწავლის მიდგომა, საერთოდ ჭადრაკის სწავლის მიდგომა? მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მოწვევისათვის. ძალიან საინტერესო გადაცემა გაქვთ და წარმატებულობა თქვენს გადაცემაზე. რაც შეეხება სკოლის დაარსების იდეა, ზოგადად 8 წლის წინ შეიქმნა, სწორად აღნიშნეთ 1 ივნის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და სკოლის დაარსების იდეა პირველად გაუჩნდა ჩემს მეუღლეს და ჩემს დედას, რომლებიც დაარსების დღიდან დღემდე აქტიურად არიან ჩაბმული სკოლის საქმიანობაში. დედამ ორივე მეტნაკლებად.
ну რომ არ იყოს ოჯახის წევრი ჩაფლული ნებისმიერ საქმიანობაში ძალიან რთულია ხოლმე ეს ხშირად გიწევს გარეთ გასვლა და ნამდვილად და ну ეს იქნება მშობლებთან კომუნიკაცია, ბავშვებთან კომუნიკაცია, ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვა თუ ასე შემდეგ. მით უმეტეს 8 წლის წინ, როდესაც მე აქტიური მოჭადრაკე ვიყავი და თქვენ აღნიშნეთ, რომ ამავდროულად ვიყავი ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ძალიან რთული იყო ჩემთვის სკოლისთვისაც რომ იმექცია ყურადღება და აი ამ დროს უნდა აღვნიშნო ასევე, რომ ძალიან გვერდში დამიდგა ჩემი უახლოესი მეგობარი და სკოლის სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი კონსტანტინე შანავა, დიდოსტატი კონსტანტინე შანავა, რომელიც დღემდე ჩვენ სკოლაში არის და ჩვენ ერთად უძღვებით სასწავლო პროცესს. დღევანდელ დღეს მაშინ ცოტა რთული იყო ჩემი დაყოლება სკოლის გახსნასთან დაკავშირებით, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან რა თქმა უნდა არც დავფიქრდებოდი იმდენად კარგი რაღაც მოგცა ამ სკოლამ და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი რაღაც მიცა ზოგადად ქვეყანას, ვინაიდან უამრავი ბავშვი სწავლობს ჩვენთან, დღითი დღე ვითარდებიან ყოველდღიურად, არა მარტო საჭადრაკო კუთხით, არამედ ზოგადად ვიცით როგორი სასარგებლოა რა თქმა უნდა ჭადრაკი ახალგაზრდა თაობისთვის ზოგადად ბავშვებისთვის და კოკასთან ერთად პირველად კოკასთან ერთად დავიწყეთ, ახლა უკვე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გუნდი ყავს მასწავლებლები ძალიან გოგა სკოლაში. ვინ არიან? მაღალკვალიფიციური მწვრთნელები არიან. საერთაშორისო ოსტატი ირაკლი ახვლედიანი, ლევან ბახტაძე, გიორგი ელაშვილი და თინათინ თევზაძე. ძალიან კარგი. მეთოდოლოგიაში თუ შეიცვალა რამე, თან ახალი ტექნოლოგიები თუ შემოიტანეთ სწავლებაში? აი მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც დავიწყეთ თავიდან ჩვენ ხელმძღვანელობდით სხვადასხვა სახელმძღვანელოებით, სხვადასხვა უცხოური სახელმძღვანელოებით, მაგრამ დღევანდელ დღეს უკვე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ მოგცა იმის საშუალება, რომ ითარგმნა საფეხურები, ეგრეთ წოდებული მეთოდიკა, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და ვფიქრობ დაეხმარა ყველა ქართულ სკოლას და ასევე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისათვის და დღეს უკვე სრულად გადართული ვართ აი ამ ახალ მეთოდიკაზე, დავიწყეთ იანვრიდან და მე ვფიქრობ, რომ უკვე საკმაოდ ხელშესახები შედეგები გვაქვს. დავით, აი 8 წელია თქვენ ფუნქციონირებთ, ხო? აი თავიდან არ ფიქრობდი ამაზე შენ თქვი, მაგრამ აი ახლა დღევანდელი გადასახედიდან რა მოასწარით? რა ვერ მოასწარით და რა მიზნები გაქვთ? ამაზეც გითხრა, შენი იმედები თუ გამართლდა? ჩემი იმედები გამართლა იქიდან გამომდინარე, რომ ამ 8 წლის განმავლობაში აღზარდეთ საკმაოდ ბევრი საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორები. რაც იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აღნიშნა, რომ წინა წელს მონაწილეობა მივიღეთ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც გუნდი დაკომპლექტებული იყო ჩემი პირადი მოსწავლეებით და სკოლის მოსწავლეებით და წელსაც ვფიქრობთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა ოღონდ ცალ-ცალკე უკვე საქართველოს ევროპის ქალთა ჩემპიონატში, საკლუბო ჩემპიონატში და ასევე ევროპის ვაჟთა ჩემპიონატში. წინა წელს ესე მიქსი ჰქონდა, ასე რომ ვთქვათ, გოგოები და ბიჭები ერთად თამაშობდნენ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, ახლა გვინდა რომ უკვე ცალ-ცალკე გამოვიყვანოთ გუნდი და იმედი მაქვს რომ შევძლოთ. დავით, შენ ასევე წვრთნი საქართველოს ქალთა ახალგაზრდულ ნაკრებს. ახალგაზრდულ ნაკრებს ზოგადად. კი, ახალგაზრდულ ნაკრებს ზოგადად. რა მოლოდინი გაქვთ ამ ნაკრების მოთამაშეებისგან და რა პერსპექტივა აქვთ? მე განსაკუთრებით მაინტერესებს სამი ახალგაზრდა გოგო, ეს არის კირთაძე, გელაძე და ცეცხლაძე. აი, იმიტომ რომ რა პერსპექტივა აქვთ მათ, რომ იბრძოლონ საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში მოიპოვონ ადგილი. რა პერსპექტივა აქვს სოფლიო ასპარეზზე? და ისეულად შეცვალონ ეს თაობები, ხო? იმიტომ რომ კონკურენცია უნდა იყოს აუცილებელია, კი. აუცილებელია. პერსპექტივა ნამდვილად არის, იმიტომ რომ სამივე მოჭადრაკე, რომელიც ახსენეთ, წელს მიიღეს საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობა და მეტნაკლებად ვფიქრობ, რომ ღირსეულად იასპარეზეს, თუმცა მოლოდინი მე ვფიქრობ, რომ მაინც ალბათ უფრო მეტი გქონდა. მეტი მუშაობით მე ვფიქრობ, რომ სამივეს შეუძლია ითამაშოს იმ დონის ჭადრაკი, რომ მოხდნენ როგორც საქართველოს ნაკრებში, ასევე უმაღლეს დონეზე. ახლად გაიმართება ხორვატიაში ევროპის სასკოლო ჩემპიონატი და ვფიქრობ, იქ არ იქნება წარმოდგენილი ეს მოჭადრაკეები, მაგრამ სხვები ვინც არიან ახალგაზრდულ ნაკრებში, ვფიქრობ, რომ ღირსეულად იასპარეზებენ ამ ჩემპიონატზე. ვაჟებთან როგორ აქვს საქმე? ვაჟებში ზოგადად იცით, რომ კონკურენცია იმდენად მაღალია სოფლიო მასშტაბით, რომ ჯერ კიდევ ცოტა გვიჭერს, მაგრამ ვცდილობ, რომ დავეცილოთ. აუცილებელია ამ ხრივაც რეაქტიურად. დავით, მე მახსენდება აი ეს დიდი ჩემთვის როგორც გულშემატკივრისთვის იყო საამაყო და ახლა შენთვის როგორც მწვრთნელისთვის როგორი საამაყო იქნებოდა, როდესაც ქალ ჩემპიონებთან ერთად ახვედი კვარცხლბეკზე. ჩინეთში ეს 2015 წელს საოცარი ეს კადრი ახლაც კი არ ამომდის, ჩვენ მაყურებელს ვაჩვენებთ ახლა ამ კადრს. აი რა ეს განცდა აქამდე თუ მოყვება?
რა თქმა უნდა და გადასარავი იყო ასევე, როდესაც მეორედ გავიმეორეთ ეს პოლონეთში. 2023-ში. 2023-ში. პირველს მაინც აღნიშნავ ჩინეთში, რომ ის განსაკუთრებული იყო, იმიტომ რომ პირველად მოხდა ისტორიაში, დიახ, როდესაც ქალთანაკრებამ მოიპოვა ოქროს медали, მაშინ ოლიმპიადებს კი ვიგებდით, მაგრამ აგერ სოფლიო ჩემპიონები რო გავხდით, თან ჩინელებს ვუგეთ ჩინეთში. ჩინეთში. არა მარტო ჩინეთში, ყველა ძლიერი თამაშობდა სოფლიო ტურნირში და პირველად ვიყავით თან კაპიტანი გუნდის მაშინ ასევე მწვრთნელი, უნდა აღნიშნო რა თქმა უნდა, რომ თავი მწვრთნელი იყო ელიზბარ უბილავა და მისგან მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რომელიც უკვე შემდეგ წლებში დამეხმარა და გამომადგა იგივე ქალთანაკრებთან მეცადინეობის მუშაობის პროცესში თუ სხვებთან და შესანიშნავი განცდა იყო. რომელსაც ვისურვებდი, რომ კიდევ არაერთხელ განმეორებული იყოს. თათო ძალიან საინტერესო ადამიანია, ძალიან უკვე ბევრი რამ მოასწრო, როგორც თქვით და წარმატებებს უსურვებთ მას, მის სკოლას და ნაკრებებს, რომთანაც მუშაობს და ჩვენც დიდი სიხარულით ჩასაფრებული, ხო? კარგი ამბების მოლოდინში. ჩვენ დიდი სიხარულით ასე ვთქვათ, დათოს კვლავ მოვიწვევთ ჩვენს განაცემაში. დიდი მადლობა დავით. ახლა კი დაპირებული თემა, ეს არის მიხეილ ტალის, ლეგენდარული მსოფლიო ჩემპიონის, მეცხრე მსოფლიო ჩემპიონის პარტიაზე მოგითხრობ და საერთოდ მის პიროვნებაზე ორიოდე სიტყვით, როგორ შეიძლება არ შევეხოთ მას, როგორ უყვარდა ჭადრაკი და როგორ ასე ვთქვათ ცხოვრობდა, როდესაც ის საავადმყოფოში დააწვინეს, ხო, თირკმლის უკმარისობით და ოპერაცია ჩაუტარეს, აუგზალეს ასე ვთქვათ ჭადრაკის თამაში უთხრეს, რომ ცოტა ხანს თავი შეიკავეო, არ შეიძლება თამაშო, მაგრამ მან მაინც მოახერხა პალატაში ფიგურები შეიტანა, ასე შეპარვით. სპარშოიც ცნობილი სურათი არის, როდესაც ფიშერი საავადმყოფოში, როდესაც დაიწევს ეთამაშება, ჭადრაკის პარტიას არჩევენ, ხო? და როდესაც შეეულებიან, რომ კი, მაგრამ რატო რისკაო? მიხეილ ტალს შეეულებიან ამ შენი ავადმყოფობითო რა. და ჭადრაკს ცოტა ხანს შეეშვია, მან უთხრა, რომ ჭადრაკი ეს არის ჩემთვის ჟანგბადია და ჟანგბადის გარეშე, ჰაერის გარეშეო, ადამიანები დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ. ის ცხოვრობდა და ცოცხლობდა ჭადრაკით და დიდი კვალი დატოვა სწორედ აი ამ მართლაც გონების დაფაზე. რა თქმა უნდა, ტალი იყო ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ფიგურა საჭადრაკო სამყაროში. მასის სტილი იყო ქარიშხალი დაფაზე, ქარიშხალი და ის საინტერესო და მართლაც დაუწყელ კომბინაციებს აკეთებდა. მე შეურჩიე ჩვენს დემაყურებლებს მისი ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პარტია, როდესაც ის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში ეთამაშებოდა მიხეილ ბოტვინიკს, თვით მიხეილ ბოტვინიკს. ეს არის მე-6 პარტია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მაყურებლებს ეს პარტია ძალიან დაინტერესებთ. თეთრი ფიგურები თამაშობს მიხეილ ბოტვინიკი, შავი ფიგურებით მიხეილ ტალი. პარტია გათამაშდა 1960 წელს მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში, ეს იყო მე-6 პარტია. გათამაშდა ძველინდური დაცვა, ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა სადებიუტო თამაში. ბოტვინიკმა აირჩია ფიანკეტოს ვარიანტი, რომელიც უფრო პოზიციური სტილით მოთამაშეებისათვის დამახასიათებელი და სხვადასხვა ამ პარტიის ხურევისას გამიჩნდა ასოციაცია, როდესაც ჩვენ ერთ-ერთ წინა გადაცემაში გავარჩიეთ კარპოვისა და კასპაროვის პარტია დაპირისპირება, როდესაც კარპოვი ყველანაირად ცდილობდა, რომ პოზიციურ თამაში გადაეყვანა პარტია, მაგრამ კასპაროვმა შეძლო მაინც ტაქტიკური გართულებები თავს მოიხუია თავისი თამაშისათვის. აი ეს სადებიუტო თამაში არის, ბოტვინიკმა გადაწყვიტა ჩაეკეტა ცენტრი და როდესაც გაიცვალა პაიკები, შავები ცდილობენ რომ განავითარონ ლაზერის ფრთა, რადგანაც ლაზერის ფრთაზე ექნებათ მათ თამაში, მხედარი 1, კუდე 7, მხედარი D3 და მხედარი G3 გაიცვალა და ეტლი F8. საშუალო ძალიან ხშირად ჩდება კითხვა მოჭადრაკის წინაშე, რომელი ეტლი მოიყვანოთ სერვაზე. აქ შეიძლება 8 ეტლის მოყვანა, მაგრამ ტალმა არჩია ეტლი F8, რადგანაც ის ფიქრობდა, რომ 8 ეტლი მას დაჭირდებოდა ლაზერის ფრთაზე სათამაშოდ. ეტლი B1, მხედარი A5, რა თქმა უნდა, ტალი ცდილობს ყველანაირად გაართულოს მდგომარეობა და ის ემზადება ნელ-ნელა F5 გარღვევისათვის. Q3, ლაზერი B4, ხოლმე წინ, არავითარი უკან დახევა, ხო? მისი დევიზი ეს იყო. ლაზერი 2 და ეტლი C4, რაღაც წინ. ის მზად არის სადღაც შეწიროს ხარისხი, ოღონ რასთავარია გართულები მოყვეს ამას. ეტლი C1, ეტლი C2. ნახეთ, რაღაც ყველაფერი ჰარმონიულად განალაგა შავებმა და ის უკვე მზად არის ცენტრში დარტყმები განახორციელოს. მეფე აშორი. სოჟორს ეს პროფილაქტიკური სვლა, რომელიც ბოტვინიკმა გააკეთა,
ალბათ არ იყო ამის დრო. აქ უფრო კონკრეტული თამაშზე უნდა წასულიყო ის, მაგალითად შეეძლო 103 გაერკვია ჯერ ლაზერის მდგომარეობა, შემდეგ შეიძლება A7-ზე აიყვანა პაიკი, თუმცა მან არჩია უფრო პოზიციური, როგორც თავიდან თქვი, პოზიციური თამაში მიეცა უპირატესობა. რა თქმა უნდა, ტალმა აქ არ დააყოვნა და F5 გარღვევა განახორციელა, პაიკი კლავს F5-ზე, კუ კლავს F5-ზე, ეტლი A1 და რა ისთამაშებდა აქ ტალი? რა თქმა უნდა, მხედარი F4-ს. რა თქმა უნდა, ეს ტალი არის, მან შეწირა ფიგურა, მიუხედავად იმისა, რომ მან შეძლო უბრალოდ მხედარი F6-ი მოსულიყო და ძალიან ნორმალური პოზიციური თამაში ექნებოდა, მაგრამ ტალი რის იტალია თუ არ შეწირა რამე. გაიცვალა, მოკლა, რა თქმა უნდა, თეთრმა აიყვანეს შესწირო E-ი და Q-D2. აი აქაც ტალმა აიღო ლაზერი, ბევრი ალბათ ჯერ ჯობდა Q5 სვლა, როგორც კომენტატორები აღნიშნავენ, რომ გაემაგრებინა F4 პაიკიდან F3 ქიში ემუქრება და შემდეგ აიყვანა ლაზერი ბევრზე, თუმცა მიყვეთ პარტიის სვლელობას, ეტლი B1 და ახლა F3, ნახეთ. ტაქტიკური დარტყმა, ერთი ტაქტიკური დარტყმას, მეორე ტაქტიკური დარტყმა მოძებს, რადგანაც პოზიცია მოითხოვს ამას. ეტლი კლავს B2-ზე, E კლავს F-ი კლავს E2-ზე. ამ მომენტში თეთრებს აქვს ზედმეტი ფიგურა დაბალზე, თუმცა E2 პაიკი მე ვფიქრობ ფიგურაზე მეც ნიშნავს ამ პოზიციაში. ეტლი B3, ეტლი D4, Q1, ახლა Q5 ქიში, მეფე G1 და Q4, ახლა აქედან ერთვება თამაში, თუმცა აქ ძალიან საინტერესო კომბინაცია ქონდა ტალს. მას შეეძლო ეტლი C3 შეეწირა კიდევ ეტლი, და ეტლი C3 შემდეგ ეტლი D1 და როდესაც ეტლი C4 მოვიდა Q2 და ეთს აღარ შეუძლია დაიცვას ერთი უჯრა, დაიცვას არ შეუძლია გაცვლა, რადგანაც ახალი ლაზერი გაცოცხლდება და განავწყვეტი უპირატესობას მიიღებდა ტალი. თუმცა მიუხედავად პარტიის სვლელობას, მან Q4 ამჯობინა, მხედარი E2, ბოტინიკა შეეცადა ახაც გაემარტინებია პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა უკვე შავების მხარეს არის, ის შეეცადა, რომ მარტივი პოზიცია შეიძლება ყაიმისთვის გამოიყრა, ესე ვთქვათ, ხელი. ეტლი C1, მხედარი D4, ეტლი 1, გათანაბრდა ფიგურების რაოდენობა და გაერკვა, რომ შავებს აქვს ზედმეტი პაიკი. და თან ორი კუს უპირატესობა, Q1, Q4, მხედარი E2, Q5, F4, Q6, ეტლი B7, Q-D5 და ეტლი C7, ნუ ეტლი A7 და არ ვარ გაქვს, ძალიან მარტივი ტაქტიკა არის. ეტლი A2 და Q2 შემდეგ Q-D4 აქ და ზედმეტი ფიგურით უკვე შავები რჩებიან. Q2 მოკლე შავება A2 პაიკი, ეტლი A7, ახლა შეიძლება ამის უბრალოდ 8-ზე არის ქიში. Q-C4, ეტლი A8 ქიში, მეფე ამოვიდა, ქიში, მეფე ამოვიდა, ეტლი A3, Q2-ზე ეტლი E3 არის ქიში და აქ რაღაც სხვადასხვა ფერის კუებში ალბათ ფიქრობდა ბოტინიკი, რომ შეიძლებოდა მას დაესვა თანაფარდობა, თუმცა D5-ის შემდეგ მეფე E4, Q-A4 ქიში, მეფე G2, აქ უკვე მეფე D6, მხედარი G3, აქ უკვე ტალმა დაინახა, რომ უბრალოდ ეტლების ეჭვის გადასვლის შემდეგ მისი უპირატესობა იყო აშკარა და პარტია მოგებული ქონდა. მხედარი D5, ეტლი A7, C3, ეტლი G7, მეფე D4 და უკვე ბოტინიკი დანებდა, რადგანაც პაიკის წინსვლას ვერ უშლის ხელს. ვეღარ და პაიკი გახდებოდა ლაზერი და რა. აი ესეთი ძალიან მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი ესეთი პარტიები იშვიათობა იყო, მაგრამ კიდევ ერთხელ რადგანაც ტალი თამაშობდა, ყველაფერი მოსალოდნელი იყო. ამოხსნების კონკურსისთვის მე მინდა შევთავაზო ჩვენს ტელემაყურებლებს ტალ პეტროსიანის პარტია, რომელიც 1974 წელს გათამაშდა მოცემულ პოზიციაში, სვლა არის თეთრების და ჩვენს მაყურებლებს ვთხოვთ მოიფიქრონ, როგორ შეუტევენ ისინი როგორც ტალი. სვლა თეთრებისაა. სწორი ამოხსნის შემთხვევაში გამოგვიგზავნონ თავიანთი პასუხები ჩვენს Facebook გვერდზე და რა თქმა უნდა ისინი ჩაერთვებიან იმ გათამაშებაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ წინა გადაცემაში. გადასარევი, ახლა კი სტუმრის დროა ჩვენს გადაცემაში, სტუმრად კი ყავს მწერალი გიორგი კეკელიძე, როგორც აღნიშნეთ გადაცემის დასაწყისში, გიორგი კეკელიძე არის ჭადრაკის დიდი გულშემატკივარი მეგობარი და გია ესაუბრა მას ორიენტის სიტყვით შევეხოთ, როგორ წარიმართა ინტერვიუ. სხვადასხვა გიორგის ამ პირველი შეხება მქონდა, როდესაც ჩვენ ვაკეთებდით ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით ვიდეო რგოლებს და როდესაც შევთავაზეთ გიორგის რომ რაღაც ჩაეწერა მას ამ კუთხით, ის დიდი სიამოვნებით ავთანხმდა და ის ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვიდა. სხვადასხვა ამ ვიდეოს ცქერა ჩვენ ტელემაყურებლები შეუძლიათ YouTube არხზე ითამაში ჭადრაკი, ესე ქვია ვიდეოებს.
სხვადასხვა შენი ვიდეოც არის იქ გოგო ერთ-ერთი და ძალიან ცნობილი ადამიანების ვიდეოებია, რომლებიც საუბრობენ ჭადრაკის სიკეთეებზე. რას აუს გიორგი, რა როლი აქვს ჭადრაკს ლიტერატურაში და ლიტერატურას ჭადრაკში? მოდი არ გავუსწროთ მოვლენებს და დაველოდოთ ინტერვიუს, გირჩევთ რომ მოვუსმინოთ და მიიღოთ ეს დიდი სიამოვნება. დღეს გონების დაფის სტუმარი არის ადამიანი, რომელიც სიტყვებით ისეთივე სტრატეგიას აგებს, როგორც მოჭადრაკე დაფაზე. წერალი, რომლის ტექსტებშიც სიუჟეტი სულებს გავს, ხოლო გმირები ფიგურებს. ვისაუბრებთ ლიტერატურაზე და ჭადრაკზე. ამ ორ სამყაროზე, რომელშიც შეიძლება ერთმა შეცდომამ საბედისწერო შედეგი გამოიღოს. წარმოგიდგენთ გიორგი კეგელიძეს. გამარჯობა გიორგი. გამარჯობა. დავიწყოთ თქვენი საჭადრაკო ისტორიით. როდის გაიცანით ხის ფიგურებს, როდიდან დაიწყეს ჭადრაკის თამაში და რა როლს თამაშობს ჭადრაკი თქვენს ცხოვრებაში დღეს? ესე იგი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მადლობა ასეთი გადაცემისთვის. არ არის განებივრებული მაინც და მაინც ესეთი სპეციფიკური და ამავდროულად ინტელექტუალური გადაცემებით YouTube სივრცე და ძალიან დიდი მადლობა. რაც შეეხება ჩემი და ჭადრაკის ურთიერთობას, რეალურად რაც გარკვეულწილად ჩემი ცნობიერება მეხსიერებას ინახავს, ჭადრაკი ჩემ ცხოვრებაში იყო სულ. იმიტომ რომ ამა ჩემი იყო ლოკალური აზრით ცხადია. გულისხმობ ჩოხატაურ ოზურგეთს, მაგრამ ნუ მაინც იქ წარმატებული მოჭადრაკე. მაგრამ სამწუხაროდ მან ვერ აიხთინა თავისი ოცნებები და უფრო მაღალ დონეზე ვერ ითამაშა ჭადრაკი, რაზეც მასთან ერთად დღეს მეც ძალიან წუხარ, იმიტომ რომ ადამიანებს დიდწილად სწორედ ეგ თრგუნავთ ხოლმე განსაზღვრელად. რაც შეეხება საკუთრივ ამბავს კი მქონდა დაახლოებით 5 თუ 6 ჭადრაკის დაფა, განსხვავებული ფიგურებით მახსოვს. ამავდროულად მახსოვს რომ მქონდა ძალიან ბევრი წიგნი ჭადრაკს. მათ შორის ჭადრაკის ისტორიაზე, როგორ მოდიოდა ის, თქვათ, ინდოეთიდან, მერე როგორ გადამისამართდა სპარსეთში, მერე არაბული გავლენა, მერე როგორ მოხდა, თქვათ, საფუძვლიანი ეს კონდიცია. კი, ჩატურანგადან მოყოლებული შატრანჯი და მთელი ეს ამბები, რომელიც, თქვათ, ჭადრაკს აღათებდა და სიმართლე გითხრათ, პირველად ეგ უფრო დავიწყე. ანუ კითხვასთან ერთად, იმიტომ რომ ეგ წიგნები მხვდებოდა და მახსოვს ყველა ეს ჩემპიონი უფრო ფოტოებით. რაღაც ტიპის წიგნები იყო მახსოვს, რომელშიც ერთი მხრივ ამ ჩემპიონების ჩამონათვალი იყო, მე მგონი მოდიოდა კარპოვამდე და იქ თქვათ ლასკერით იწყებოდა სხვა დანარჩენი თქვათ ჩემპიონები, ხო? მოკლე ისტორიები, პატარა ბიოგრაფიები და ქალების ნაწილი ცალკე. ქართული წიგნი ალბათ, ხო? ქართული წიგნი იყო, ეს ვერა მენჩიკით იწყებოდა და გრძელდებოდა მე შეიძლება ავტორი სამწუხაროდ არ მახსოვს უფრო ეს ორი წიგნი, ერთი იყო გაუმჯობესებული გამოცემა და ერთი იყო ძველი, ორივე წიგნი სახში ჰქონდა, ძალიან ხშირად ვკითხულობ. იმ პერიოდის გარემო მოგეხსენებათ, რომ ბევრი გასართობი არ არის და ერთ და იგივე რაღაცას უბრუნდები ხშირად და მათ შორის თქვათ ამ ამბავსაც უბრუნდებოდი ძალიან ხშირად და ლაპარაკობდით კიდე ამავდროულად. თუ ჩემს ოჯახში იყო ბაბუაჩემის და მამაჩემის გამოვისობით ბობი ფიშერის კულტი. აჰა. ნუ მე არ ვიცი რა. არ ყოფილა ცუდი ამბავი. ხო, რატო იყო ეს ზუსტად არ ვიცი, მესმის თქვათ ობიექტურად რატო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენს ოჯახში როგორ შემოიჭრა ეგ არ ვიცი. და რა ფორმით, იმიტომ რომ მაინც საბჭოთა კავშირის, მე კი უკვე დამოუკიდებლობის წლებში ვაკვირდებოდი ამ ამბავს, მაგრამ სრული ინერცია იყო და ცხადია მათ ინფორმაცია უფრო რკინის ფარგლის აქეთ შემოჟონილი ამბებიდან იცოდნენ. და ისეთ ძალიან ხშირად, მე მგონია რომ პოპულარობით შიგნით ოჯახში, ასე პელე, მარადონა და ფიშერი ერთად. ხო და სულ ყოველთვის ფიქრობდი ვინ იყო ეს კაცი, როგორი იყო და მე უკვე აქეთა ეპოქაში, როცა YouTube-ი გამოჩნდა, მახსოვს რომ თქვათ ასე ძალიან გამიხარდა ეგ ამბავი, მათ შორის, იმიტომ რომ ენახა ბობი ფიშერის თამაშები და როგორ გამოიყურებოდა, რა ტიპაჟი იყო და ასე შემდეგ და სხვა შორის ასე მახსოვს რომ ძალიან ხშირად იმეორებდნენ რომ ერთი კაცი იყო ამაზე მაგარი, მე კი ვიცი ის კაცი ვინც იყო, პოლ მორფს გულისხმობ ამ შემთხვევაში. ხო და ეს ეთყობა ეს რაღაცა რომანტიკულ, ლეგენდარული ამბები უფრო იწვევდა ინტერესს რა ოჯახში. კი ძალიან სერიოზული არ იყო ოფიციალურ ჩათვლაში, იმიტომ რომ მაშინ არ არსებობდა ის ოპერის ძალიან ცნობილი პარტია და ასე შემდეგ, მაინც კლასიკად ეთქვა. რაც შეეხება თვითონ თამაშობდი, ცხადია ბავშვობაში.
აქტიურად თავიდან ცოტა დაძალებითაც, იმიტომ რომ ახლა რაღაცა სხვა გასართობი უფრო მერჩი დაეთყობა, მაგრამ მე ძალიან დავინტერესდი. და სადღაც ალბათ მე-5, მე-6, მე-7 კლასში დღე არ იყო რომ არ მეთამაშე. მე არ ვფიქრობ რომ რაღაცა გამორჩეული ნიჭით გამოირჩეოდი ამ თვალსაზრისით, მაგრამ სიყვარული ნამდვილად მქონდა ამბის და თან ხვდებოდი რომ ძალიან ეს ახლა შეიძლება იმ წუთას ესე წყობრად ჩამოყალიბებული არ მქონდა ეს გააზრება, მაგრამ რაღაცნაირად ხვდებოდი რომ გონებას ავითარებდა სხვანაირად. მით უმეტეს ახლა ჩვენთან სკოლაში ეგ საკითხი რომ ვთქვათ რომ ყველა საგანი თანაბრად გესწავლოთ, ცოტა მოშლილი იყო ისე 90-იან წლებია, დიფერენციაციული სწავლება შემოდის, რაღაც ექსპერიმენტები და უფრო სწავლობდი, ახლა მე რაღაც მიდრეკილება მქონდა ვთქვათ რაღაცა წერისკენ და უფრო ქართული ისტორიულ ჰუმანიტარულ საგნებს. აი ამას ხვდებოდი რომ ამას რო თამაშობდი, რაღაცა სხვა ძალა და სხვა უნარები იხსნებოდა ჩემში და ეს აღამოვიდით ლამფის შუქზე. არაერთხელ გვითამაშე მამაჩემს მეზობელი გადმოვიდა და ეს გეთამაშებოდა ნარდის პარალელ ნარდიც ხდებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ ჭადრაკი უფრო ხშირი იყო ჩემს ოჯახში. მრავალჭიდი ქვია ამას ნარდი ჩაპაევი რაღაცები თამაშობდით ხოლმე ჩვენ. ხო, დომინოც ჩემს ამბავში დომინოც. დღეს თუ რჩება დრო ჭადრაკისთვის. დღეს უფრო ვეთამაშები კომპიუტერს, მობილურს თუ რაც ქვია ჩესკომზე არის შესაბამისი თქვა პლატფორმები წარმოდგენილი, ხშირად ვერა სამწუხაროდ, მაგრამ ხვდები რომ ეგ ამბავი მაკლია და შეიძლება აი ჩვენ დღევანდელი შეხვედრა იყოს მოტივატორი იმის რომ მიუბრუნდე და კიდევ ვთქვათ ვივარჯიშო ამ ამბავში, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ ჭადრაკის თამაში მაინდა-მაინც გულისხმობდეს იმას თუნდაც ვთქვათ უკვე დასრულ ასაკში რომ შენ ამ სპორტით იყო მაინდა-მაინც ესე ოფიციალურად დაკავებული, ხო? ამ ჭადრაკს ის ფუფუნება აქვს სხვა სპორტებისგან განსხვავებით, რომ ის არ მოითხოვს, თქვათ, ასეთ მუდმივ ფიზიკურ ფორმაში ყოფნას, ხო? ნუ ხა ფეხბურთელს რაღაც ზღვრული ასაკი აქვს, კალათბურთელს ზღვრული ასაკი აქვს და ჭადრაკი დამოკიდებულია ტვინზე. გონიაგებთან რაც უფრო ძველია. ხო, ეგეც შეიძლება არის, ხო. ნუ მაგრამ მან ხო განსხვავდება ჭადრაკის ისტორიაში სხვა ტიპის ფიგურები. მახსოვს სხვა შორის რომ ეს რაღაცა პარტიებზე მიყვებოდა ეს ტალი, ბოტვინიკი, კაპაბლანკა. ეს სახელები მახსოვს, აი ძალიან ისე, რა ქვია, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი სახელებად, რა ჩემს დროში ხშირად მესმოდა, კარგად კი ვერც ვერ ყვეოდი შეიძლება ვინ იყვნენ, მაგრამ იმდენად ხშირად მესმოდა ეს სახელები. უკვე მე მგონი კასპაროვიც ძალიან აქტუალური იყო წესით დარიგით, ხო? აი კარპოვის მერე ხო კასპაროვი მოდის და კი უკვე კასპაროვი მეგონი ჩემპიონი, ოღონდ ეს აქეთა ეპოქა ჯერ დაწყებული არ არის, ხო, ეს აქეთა სხვების დომინაციის. გიორგი, ჭადრაკი არის ლოგიკის თამაში, ლიტერატურა ემოციის. ხო, თქვენ შემოქმედებაში როგორ თანხდება ეს ორი? ცირა, მე მგონია რომ ორივეგან არის ეგ წარმოდგენილი, უბრალოდ ალბათ დომინანტური ხაზი არის სხვადასხვა, ხო. ემოციის გარეშე ჭადრაკიც არ არსებობს, ჩემი აზრით, მაგრამ ლოგიკას მიყავს. პირიქითაც შეიძლება ლიტერატურა ემოციურია, სენსიტივზე, რაღაც განცდაზე, გრძნობაზე უფრო ქართულად რო ვთქვათ, დაფუძნებული, მაგრამ ლოგიკა იქაც უნდა არსებობდეს, ლიტერატურული ლოგიკა, ხო? ანუ რომელიც მესმის რომ ძალიან ინტერპრეტაციულია, ძალიან ფართოა, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი წესები და საზღვრები და რაღაცით გავს ჭადრაკი და ლიტერატურა ერთმანეთს გარდაულად. ყველაზე უფრო მთავარი რითიც გავს არის სიუჟეტურობა. აი ეს მინდა ხო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნუ ახლა ძველ პარტიებს როცა უკვე ნათამაში მიმდინარეც ცხადე ძალიან საინტერესოა, მაგრამ სიუჟეტის აზრით რო შევხედავთ, უფრო ალბათ ძველი პარტიებით მივხვდებით მაგას, ხო, როგორ გადაწყვეტს ადამიანი, რა გამოსავალი აქვს ბრჭყალებში მთავარ გმირს, ხო, ეს პროტაგონისტების ცვლილება მუდმივი შეიძლება ვთქვათ აი ეს სხვა ფიგურა გახდეს, შეიძლება უცებ მეორე ფიგურა გახდეს მთავარი, ხო? პროცესში. ხო, როგორც ვთქვათ ეს ამ მაშინ. გიორგი, საჭადრაკო ეტიუდის ამოხსნისას, ალბათ გამოგიხსენია ეტიუდები, მთავარია დაინახო ფინალი. ანუ იდეა დაინახო და საფინალო პოზიცია, ხო? მე აწყობ მარგალიტები სულებს და მიდიხარ ფინალამდე. კი. წერისას როგორ არის ეს? თქვენ იცით ფინალი თუ წერის დრო შეიძლება შეცვალოთ? ვიცი რა, ეგ ინდივიდუალურია ძალიან, მაგრამ წერლების უმეტესობამ რეალურად განცდითი აზრით იცის ცხადია, როგორ დამთავრდება ეს ამბავი. შეიძლება პროცესმა, ისე როგორც ალბათ ჭადრაკში,
ხო? მესმის რომ უკვე ნათამაშებში სხვანაირად, მაგრამ აი განზრახულობა შეცვალოს, ხო, უცებ. იქაც რაღაცები შეიცვალოს ნიუანსურად, მაგრამ ძირითადი განზრახვა რაღაცნაირად დიდწილად მე მგონი რჩებათ ავტორებს, როგორადაც ხედავენ ისინი ფინალს, ვთქვათ, კლავენ ანა კარენინას, ან ვთქვათ, ალდა კეთელაურს ასახლებენ და ასე შემდეგ და შემდეგ მე მგონია რომ მაგას პირველად ვეგრძნობდნენ და მე უკვე წინ აგებდნენ იმას, რაც ვთქვათ, ესეთი საყრდენი კარგა იყო. გაუგზელებ ამ კითხვას, ამ კითხვის შინაარს. პერსონაჟებს როგორ აწყობთ ხოლმე თქვენ? შეიძლება რაღაცოვის დაგჭირდა შეწიროთ ფიგურას, ამით? კი. შეიძლება როკიც. შეიძლება სრულსულებით იყოს ეს დამაბნეველი. ყველაფერი ეგენი, ყველაფერი წარმოდგენილია. ამიტომ ხო, ეხლა მაგებზე ამ თვითონს დავფიქრდი. ძალიან ბევრი რაღაცით გავს, მოკლედ ხო. ძალიან ბევრი რაღაცით ისი ცვლილებებითაც ანუ ორეთ პერსონაჟი ხო ვითარდება. აი პაიკის შემთხვევაში ხო მიდის და იცვლება ბოლოს, ხო? თვისობრივად იცვლება. ის აღარ არის რაც იყო. ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია. და საინტერესოა, შეიძლება გარდაიქმნას სხვადასხვა რამეთ. ხო, მაგას ვუძახ. თან შენს ხელშია. შენს ხელში არის. ხო, თუ ავანტიურისტი ხარ, იწვევ სხვა რამე. ხოდაშოთი ხშირად ხდება იშვიათად, მაგრამ ყოფილა ხოლმე რომ თქვა ბოლო უჯრაზე მისული პაი გარდაქმნა ხედარად ან რაღაც სხვა ფიგურა და გამოსულა ლამაზი შამათი. ხო, სპეციალურად გააკეთა რომ უფრო ეფექტური შამათი გამოსულა. ეგეც არის, ეგეც საინტერესო ნაწილია კი. თან ძირითადად ყველანაირი ადამიანური სპექტრია წარმოდგენილი, ხო, ეს ლიდერი, ქალი ლიდერი, ვთქვათ, აი ეგ რაღაცნაირი ვთქვათ ადამიანი, რომელსაც შეზღუდული დიაპაზონი აქვს მოქმედების, არის რომელსაც ცოტა სხვანაირი ერთ შეუძლია რომ გადაახტეს და ასე შემდეგ რა. ეს სხვადასხვა შესაძლებლობები არის. კი. შეუზღუდავი შესაძლებლობების კარგაა რა. გიორგი, თქვენ ახლა ახსენეთ და მე ინტერვიუშიც მომისმენიათ რომ 90-იანი წლები თქვენ გადაგატანიათ მამა თქვენთან ლამპიშუგზე ჭადრაკის თამაშმა. ჭადრა ცოტა სხვა რაღაცებისაც, მაგრამ ჭადრაკის ძირითადად. თამაშმა. იმისათვის რომ კარგი პარტია გამოგივიდეს, კარგი ოპონენტი გჭირდება ჭადრაკში. ხო, მამა ჩემი იყო. ლიტერატურაში მარტო ხარ, ასე ვთქვათ, ორიოს მხარეს თქვენ თამაშობთ. ეს კარგია თუ უფრო იოლია თუ უფრო რთულია? უფრო რთულია, იმიტომ რომ ის გეხიდება მეორე ადამიანი, რაღაც თუნდაც გამარცხებდეს, თუნდაც ბრაზდებოდი ამაზე, მაინც ისეთი თანამონაწილე ამბის და დიდ როლს თამაშობს. მამა ჩემი ძირითადად უმამარცხებდა. სხვა შორის არ მინდობდა. და მე რომ ისწავლეთ კარგად მაინც? რომ ვისწავლე კარგად, ხო, უფრო მეტად მაინც, კი. უფრო მეტად მაინც დავდიოდი მე ჭადრაკზე, კი, ოზურგეთში კლუბი იყო ჭადრაკის. ლანჩხუთში დღესაც არის, მე მგონი, ძალიან აქტიური. კი, ძალიან კარგი კლუბი არის. კი. ძალიან კარგი კლუბი არის და ბევრი ახალგაზრდები დადიან სხვადასხვა. ალბათ ოზურგეთშიც არის, მაგრამ ლანჩხუთში ხშირად მხდება ძალიან თვალში ლანჩხუთის ჭადრაკის კლუბი და. კი, აქტიურები არის. ხო, კი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემთვის ამიტომაც არის, რომ რეალურად ჭადრაკი მხოლოდ ჭადრაკს არ ნიშნავს. ანუ ნიშნავს პარალელურად მთელი განცდებს, რაც ამ პერიოდს ახლდა, ხო, ეს მოსაღამოება, ლამფის ანთება, იქ დაფის გაშლა, შენობა რაღაცაში არის და ფიგურების დაწყობა და რაღაცა ფიგურა აკლია, იმის ძებნა, რაღაცნაირი პროცესი იყო, რა სხვა ამბავი იყო აბსოლუტურად, ესეთი შეიძლება თანამედროვე აი ახალი თაობისა ცოტა ძნელად ვერ მიხვდეს რა ლაპარაკობთ საერთოდ, მაგრამ კი. და წერილსაც მარტო ხარ. წერილსაც მარტო ხარ. მაგ თქოს გონებაში ფანტაზიაში. მარტო ხარ, მაგრამ იქაც ყავს რაღაც ოპონენტები, შეიძლება შენივე თავი გამოიგონო და სხვა შორის როგორც ერთ სუპერ გენიალურ Pixar-ის ანიმაციაშია Jerry's Game, რომელსაც ქვია, როცა თავის თავს ეთამაშება და ატყუებს ადგილებს იცვლის და ის ძალიან ისეთი ლიტერატურული ანიმაცია სხვა შორის და ჭადრაკი არის მან ცენტრში. თუ ყავს საყვარელი ფიგურა ჭადრაკის თაფაზე და თქვენ რომელიმე ნაწარმოებს სხვაში ადარებთ რომელიმე ფიგურას. ჩემთვის არის მხედარი. მხედარი ჯერით ცხენები მიყვარს. და მეორე რომ რაღაცნაირად ეს გადახტომის ფუნქცია და გარღვევის ძალა ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესო იყო ყოველთვის ჩემთვის და ხანდახან ესეც სრულად აკვიატებულად, ხა შეიძლება სრულად არარაციონალური ის არის ეს პროლოგი, მაგრამ ნუ ესეც ცხენით ვიწყებდი ხოლმე და კუთხეში მიდიოდი? ხო, ან ცენტრში. ხო და ნუ მე ვაგებდი ხშირად, მაგრამ ნუ რაღაცა ესე დააკვიატებული ისინი მქონდა.
კი, ეგ არის და ძალიან ხშირად ვაკეთებდი რატომღაც როკს, რაღაც დაჟინებულად. თქვენ რომელი ნაწარმოებს ხარ დაარქვეთ რამე ფიგურას? არ ვიცი, ხო ბევრი ტექსტია ეგეთი სოფლიოში, სადაც თქვათ ცხენს დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის ქართულ ლიტერატურაშიც ხო იგივე მერანი, იგივე ლურჯაცხენები, მეც ვიფიქრებ რაღაცაზე. მაგრამ გამოყენებული მაქვს ხშირად. ჩემს პოეტურ თქვათ შემოქმედებაშიც განსაკუთრებით აი წერილი ღმერთს და მამა ჩემს იქაც მაქვს და გურულდღიურებშიც ხშირად ვახსენებ ჭადრაკს. მამა ჩემს სულ ბოლოს რასაც მთხოვდა სხვათა შორის იყო აი ეს ჟურნალები, სადაც მამა ჩემი ინტერნეტის კაცი არ იყო და ჟურნალებში სადაც ეს საჭადრაკო ამოცანები იყო და და მაგებს ხსნიდა ხოლმე ეს. თორე ეს კულტურა წინა პერიოდში ძალიან კარგად იყო განვითარებული და თქვენ ახსენეთ პერიოდი, როდესაც აი ძველი მოჭადრაკეები. ის მოჭადრაკეები სხვანაირი პიროვნებებიც იყვნენ რა? ხო, თავისთავად, იმიტომ რომ კი არა, დღესაც ალბათ მოჭადრაკე ასოცირდება ინტელექტუალთან, გარდაულად, მაგრამ მაშინ რაღაცა ძალიან ისეთ ფოკუსში იყვნენ და მათი ბიოგრაფიის ბევრი ნიუანსი ხდებოდა ცნობილი და ხო, ის იყო მითები და ლეგენდების ნაწილიც იყვნენ, ახლა ფიშერი უკვე სამჯერ ვახსენე, მაგრამ ხო ფიშერზე სხვადასხვანაირი მოსაზრება. თუ კულტი რა უნდა ქნა ახლა ოჯახი? ხო, კულტი ერთი იყო, მაგრამ ისედაც, ანუ რეალურ ნაწილშიც ხო განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, როგორც არა, როგორც მოჭადრაკის მიმართ არა, როგორც პერსონის მიმართ, რახანს ბიოგრაფია ვახსენეთ, ხო, ისეთი რთული ტიპი იყო, მაგრამ მრავალმხრივ. ჭადრაკის განვითარებაში უდიდესი წვლილი. რა თქმა უნდა, გარდაუალებოდა რომანტიზაციაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია რა, იმიტომ რომ ოდესაც სპორტს ამ დოზით რომანტიკულს ხდი, მიმზიდველს ხდი, ხო, აი რაღაცა ეგეთია რა. შეიძლება ხო ვიღაცისთვის ტექნიკურად თქვა რომელიმე ფეხბურთელი უფრო მაგარი იყოს რაღაც აზრით, მაგრამ აი რაღაცა მარადონასებრი გარღვევა ბევრს არ შეეძლოს, ხო, ვიღაცების სტატისტიკით შეიძლება მაღლა იდგნენ, მაგრამ ხო, ეგ არის რა. ის ნაფერწკალი რო ანათებს. ხო, რაღაც ქარიზმა ამბავი მაინც მუშაობს, ხო. ტალიზეც რაღაცა ლეგენდები იყო ხოლმე ხშირად, რაც ახალგაზრდა. ნუ ბევრი. ნუ ტალი იყო სასწაული ქარიზმატული ადამიანი. ქარიზმატული იყო, მაგითო გამახსენე. პირადად ქონია მასთან კონტაქტი და ფოტოშორის ესეთი ისტორია იყო, როდესაც ძალიან ბევრი ოპერაცია ქონდა გაკეთებული, იმიტომ რომ რაღაც ჯანმრთელობა არ ქონდა. ჯანმრთელობა მე მგონი ადრე გარდაიცვალა, ჯანმრთელობა არ ქონდა და ექიმმა აუგრძალა ოპერაციის შემდეგ, რომ ჭადრაკი არ ითამაშაო, იმიტომ რომ ეს ნერვიულობა უშენო იმაშვებაო. ხო, მესმის, ემოციურად გარკვევს. თქვენ შეგიძლია თუ ექიმს უთხრა ჰაერის გარეშე გაჩერდეთო? მეც არ შემიძლია ამის გარეშე გავჩერდო და რამდენ ხანი ვიცოცხლები, ხანი ვიცოცხლები. ეს იყო მისი ბაზა. კი ბატონო. გიორგი, დიდი მადლობა. პირიქით, ძალიან საინტერესო შეხვედრისათვის, თქვენთვის. სხვათა შორის რომ ემზადებოდი თქვენთან შესახვედრად. ადრე ჩაჯდა ჩვენი ლეგენდარული ქალბატონები და ყოველთვის ვამბობდი რომ ამის ჩემპიონი, იმის ჩემპიონი და ყოველს ვერ ჩამოსვლით რომ ძალიან დიდი გამოდის ჩამონათვალა. სხვადასხვა თქვენსაც იგივე უნდა თქვა რა. არა, ჩემთან არაფერი შემოთვლა არ არის საჭირო. რა თქვენ მოასწარით ამ ასაკში ყველაფერი ვერ ჩამოთვლი ადამიანი, მაგრამ ახლაც დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და პირიქით. კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ თქვენი ჭადრაკისადმი სიყვარული და ერთგულება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა პირიქით. მადლობა თქვენ. გიორგი, ჩვენს გადაცემას ქვია გონების დაფა და გთხოვთ ჩვენს გონების დაფაზე თქვენი სურვილები დაგვიტოვოთ. სიამოვნებით. გოგა, ჩვენს გადაცემაში ისტორიის დროა და მაყურებელი უკვე ელიან შენგან გაგრძელებას ოლიმპიადების ისტორიისას და აბა რაზე მოგვიყვები დღეს? ჩვენ ვაგრძელებ საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიას და გადავდივართ უკვე 1986 წლის ოლიმპიადაზე, რომელიც მე-12-ია რიგი და დუბაიში ტარდება და უკვე ნანა იოსელიანი დაბრუნდა შემადგენლობაში, კვლავ თბილისელები იღებენ მონაწილეობას საბჭოთა ნაკრების სახელით ამ ასპარეზობაში მონაწილეობენ და საოცარ შედეგს აღწევენ, რა თქმა უნდა, გრძელდება ქართულ ქალთა ტრიუმფი, ისინი კვლავ ჩემპიონები ხდებიან, ხოლო აბსოლუტური ტრიუმფი ჰქონდა ნონა გაფრინდაშვილის თავის დაფაზე, რომელიც 10-დან 10-ვე პარტია მოიგო და რა თქმა უნდა,
მცირე ოქროს მედალსაც კი დაეუფლა. აი ასეთი იყო იღბლიანი აღმოჩნდა ნანა იოსელინის დაბრუნება. სხვადასხვა გოგა ეს იყო ბოლო ოლიმპიადა, როდესაც ქართველმა ქალებმა საბჭოთა კავშირის სახელით მოიპოვეს ჩემპიონობა. მადლობა გოგა საინტერესო ისტორიისათვის. მე ვფიქრობ რომ დავიშვიდობოთ ახლა ჩვენ ტელემაყურებლებს, უსურვოთ მას წარმატებები მომავალ შეხვედრამდე. დაგემშვიდობებით, გვიყურეთ არა მხოლოდ Silk Universal-ზე, ასევე Silk Sports 2-ზე, Silk Sports 3-ზე და ჩვენს YouTube არხზე. მომავალ შეხვედრამდე.